ღაზის სექტორში პალესტინელები შეშფოთებული არიან ისრაელის გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვით შეჩერდება საკვებისა და სხვა საქონლის შეტანა ომით დაზარალებულ რეგიონში, სადაც 15 თვეზე მეტი ადამიანებს ურთულეს პირობებში უწევთ ცხოვრება. ისრაელმა ამის შესახებ რამადანის დაწყებისას და ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ განაცხადა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ფაზის ფარგლებში ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება გაიზარდა, რამაც პალესტინელების რთული მდგომარეობა ოდნავ შეამსუბუქა. თუმცა გაეროსა და სხვა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციების თქმით, ეს არ არის საკმარისი თუ იქ არსებული ჰუმანიტარული კრიზისის მასშტაბებს გავითვალისწინებთ. ისინი აკრიტიკებენ ისრაელის გადაწყვეტილებას, შეწყვეტოს დახმარებისა და საქონლის მიწოდება ღაზის სექტორში. რა არის ეს გადაწყვეტილება? ეს სიკვდილით დასჯა, კიდევ რითი უნდა დაგვრსაჯონ. როდესაც ადამიანს ყველაფერს უკრძალავენ, რა რჩება? მათ სახლები დაუნგრიეს და გაანადგურეს. ახლა კი საკვებისა და სასმელის მიღებასაც უშლიან. ვინ გაუძლებს ასეთ მდგომარეობას? ღაზის 2 მილიონზე მეტი მოსახლეობა ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული. ჰამასმა ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზის ჩაშლის მცდელობაში დასდო ბრალი და დახმარების შეწყვეტის გადაწყვეტილებას ომის დანაშაული და აშკარა თავდასხმა უწოდა. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა სიტუაციას უფრო გააუარესებს, ვიდრე ახლა არის. ჩვენი მდგომარეობა ისედაც მძიმეა, მაშინაც კი, როდესაც გამშვები პუნქტები ღიაა. აბა რა მოხდება თუ ისინი დაიკეტება? ყველაფერი უარესობისკენ წავა, მთელ ქვეყანაში ისედაც კარგი არაფერი ხდება. შუამავლებმა, ეგვიპტემ და კატარმა ისრაელის შეთანხმებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში დაადანაშაულეს. ომმა, რომელმაც ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე მიტანილმა თავდასხმამ გამოიწვია, ღაზის მოსახლეობის უმეტესობა 2 მილიონზე მეტი ადამიანი საერთაშორისო დახმარებაზე დამოკიდებული გახადა. 19 იანვრიდან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყოველდღიურად ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 600-მდე მანქანა შედიოდა ღაზაში, რაც ღაზაში არსებულ მდგომარეობას ოდნავ მაინც ამსუბუქებდა.